გამარჯობათ, ადვოკატი აზრუშტიშვილი, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი. მინდა აღვნიშნო, რომ ნომერ მეორე დაწესებულებაში ნამდვილად არის უწესრიგობა, კონკრეტულად გამოიხატება ეს უწესრიგობა იმაში, რომ ბრძანებაა მიღებული ეხლახანს, ამ ბრძანებით, ესე იგი, პირდაპირ უყურებთ ჩვენ ერთ და იგივე შესასრულში, ერთ და იგივე შესამოწმებელ ადგილას, როგორ ამოწმებენ ჩვენს კოლეგებს, ადვოკატებს, ქალბატონებს, პროკურორებს, გამომძიებლებს, როგორ უფათურებენ ხელებს, სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ესე იგი, რაც კი რამე სადმე შესაძლებელია, რომ ფოლადის შემცველი კონდეს ადამიანს, ეს არის ქამარი, ქურთუგზე რაიმე, მაგალითად ბროშკა, ყველაფერს აბსოლუტურად თავის ტაცაცმლინად გვახტევინებენ რა. და ამას ერთმანეთს უყურებთ ახლა ჩვენ. საწინააღმდეგო სქესი და მეორე ერთმანეთს უყურებთ რა. ეს არის უწესრიგობა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული ესეთი სიტუაცია ეს ნომერ მეორე დაწესებულებას ეხება და მინდა შევიხო სხვა დაწესებულებას. იქ უფრო ძაფრი პრობლემებია და ეს პრობლემები გამოიხატება იმაში, რომ თუ ნომერ მეორე დაწესებულებაში მე არ მაქვს პრობლემა ჩემს დოკუმენტაციასთან, რომელიც შემაქვს, ჩემი ჩანიშვნები, მაგალითად, რომელიც მე საქმეზე მჭირდება, ხო, კონკრეტული ჩანიშვნები. სხვა დაწესებულებაში, მაგალითად, მე-17-ში, ნომერ მე-5 დაწესებულებაში, ნომერ მე-6 დაწესებულებაში ხდება პირდაპირ ცენზურა. ოფიცერი, რომელიც არ არის კომპეტენტური, ხო, ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, არანაირად არ აქვს უფლება, რომ დამისვას შეეკითხვა თუ რა არის და უფათუროს ჩემ დოკუმენტაციას ხელი და წაიკითხოს და მიკონტროლოს მე რა დოკუმენტაცია შემაქვს და ჩემი სახელმძღვანელო, ჩემი ჩანიშვნებთან დაკავშირებით მე არანაირი პრობლემა არ შემოქმნას. ეს არის ჩემთვის სამუშაო მასალა, რომელიც მე უნდა შევიტანო, მე კიდევაც შეიძლება მსჯავრდებულს, ბრალდებულს რაიმე ჩავაწერინო, გამოვიტანო იქიდან, მაგრამ ამის საშუალება სხვა დაწესებულებაში პრაქტიკულად არ მაქვს. ელემენტარული ბლოკნოტის შეტანის საშუალებაც არ მაქვს და კალამზეც კი პრობლემა არის. ეს ვფიქრობ ძალიან დიდი პრობლემაა. კი არა, ვფიქრობ, ეს უდაოდ ძალიან დიდი პრობლემაა. ნომერ მეორე დაწესებულებაში აი ეგეთი სახის განკაცრება მივიღეთ. რაც ჩემო კოლეგამ ბატონმა ალექსანდრე კობაიძემ უგახსენათ, ნამდვილად დასწრეს, სულად ვეთანხმები. უბრალოდ დამატებაც კი ამომწურავად მოგახსენათ. და ფაქტს ადრე ამ პროცედურებისთვის ციხეში შესვლამდე გარკვეული პროცედურებს გადაუხადეთ. დიახ. სჭირდებოდა რა დრო და დღეს რა დრო ამისთვის საჭირო? ორჯერ მეტი დროა საჭირო. ორჯერ მეტი. რიგები იქმნება. ანუ თუ შევდიოდით მაგალითად შესამოწმებელ ოთახში, საწინააღმდეგო სქესის დამოუკიდებლად, ისინი შედიოდნენ სხვა ოთახში, შევდიოდით, გამოვდიოდით, უპრობლემოდ ვიდიოდით. არავინ კამარს არ გვახტევინებდა, უშუალოდ ნომერ მეორე დაწესებულებაში. ეხლა ერთმანეთს უყველანი უყურებთ, გავართ რიგებში, გვამოწმებენ ერთი და იგივე პროცედურას ვიტარებენ ორჯერ. ანუ ორმაგი დრო ჭირდება და როცა ბევრი ვართ, 3 მაგის და 4 მაგის და კიდევ ერთადერს დავამატებ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემო კოლეგა ბატონმა ალექსანდრემ აღნიშნა სტუმრთან დაკავშირებით. სტუმრთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან შეზღუდული გვაქვს დრო ადვოკატებს, სულ გადარბენებზე ვართ, თითოეული წამოშვის მნიშვნელოვანი არის, როდესაც სტუმრები შემოდიან დაწესებულებაში, ხდება ბლოკირება, გადაკეტვა ხდება, საიდანაც ესე იგი ვინც არის დაკავებული პენიტენციარულ დაწესებულებაში, ანუ როდესაც მოყავთ ჩვენთან, მათი შეყოვნება ხდება, კეტავენ გზებს, ჩვენ არ გვიშვებენ ოთახებიდან, საიდანაც სადაც ხვდებით ჩვენს კლიენტებს და ანუ ფაქტიურად თუ გჭირდება მოსაცდელად 1 საათი, გჭირდება საათნახევარი, 2 საათი. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სტუმრებს რაღაცნაირი შთაბეჭდილება შეუქმნა. რა უნდა შეუქმნა შტაბ? პირიქით, თუ სტუმრებს უნდა ნახონ პროცესი, როგორ მიმდინარეობს, გამჭვირვალე უნდა იყოს, ხო? ანუ ჩვენი გამჭვირვალე რა ხარ? ჩვენ იმას კი არ ვიძახეთ, რომ კლიენტსა და ჩვენ შორის ურთიერთობაზე. არა, რომ ნამდვილად არსებობს ურთიერთობა, არ გვაქვს არანაირი პრობლემა, ვზივართ, ვაკეთებ ჩვენს საქმეს. ეს რატომ უნდა იყოს შეზღუდული? არ ხვდები მე. იმის გამო, რომ სტუმარმა გაიაროს, მაგის გამო მე რატომ უნდა დამეხარჯოს 9 საათი და 1 საათი. მაშინ როცა გადაუდებელად ჭირდებათ ყოველ ბრალდებულს, დაკავებულს, იქ გასაქცევი ვართ ჩვენ, ხო, წინასწარ დაკავების იზოლატორში. მე რატომ უნდა დავკარგო ეს 9 საათი? სტუმრების გამო? ეს რა ოპტიმიზაცია არის?